7 წლის და პირველ კლასში დავწერე. Ani წინწალაშვილი 7 წლის მეორე კლასში. მე ვარ დათა კიკვაძე 6 წლის დავდივარ ბაღში. მე ვარ ლიზი წერიძე 7 წლის სწავლობ ზერტის საჯარო სკოლაში ვარ მეორე კლასში. მე ვარ ლიზი ჩაჩამიძე 5 წლის დავდივარ მე ბაღში. გადაცემის სპონსორია ქართული პროდუქტი კულა. გადაცემის მასპინძელია საბავშვო გასართობი ცენტრი მადაგასკარი. გადაცემის პარტნიორია ინტერნეტ ტელევიზია გოგა ჯიჯიჯი. კიკარწი არის წვერია, წვეტიაქ ინა და ფუძლებს კედელზე ვაკრობ. კიკარტი არის კედელზე რო ვაჭერდებთ რაღაც სურათებს. კიკარტი არის წვეტიანი რკინა. კიკარტით უნდა შეარწო კედელზე კიკარტი და ჩამოყიდო სურათები. კიკარტი არის ერთ-ერთი საკანცელერიო ნივთი. ის შეიძლება ნახოს სხვადასხვა ფერში და ნემსივით არის შეგიძლია ფურცლის კედელზე მიაჭრებო. კიკარტი არის ფურცლებს რო ამაგრებენ კედელზე და მასწავლებლებს რო უდებენ სკამზე და რო ერჭებათ. კიკარტი არის აქ და ჩვენ აქში ღვინოს ვასხავდოს ვართ. ყანწი არის ღვინოს ჩავასხავთ და იმით ხოსვათ. ყანწი არის გჯერი და ღვინო უნდა ჩაასხას იგნით. ყანწი კეთდება ირმის რქისგან და შიგნით მამაკაცები განსხვავებულ სასმისად იყენებენ. ყანწი არის ღვინოს ჩასასხმელი და ღვინოს როლევენ და კაცები რო საძერხელებს ამბობენ და როცლებიან და როლევენ. ფუ არის ხეზე არის და დაფრინავს და ფუსი დახის. ფუ დაფრინავს ხამე და არის როცა სხვა ფრინველებს და ცხოველებს ძინავთ. ბუ არის ხეზე დილით ჩამოკიდებულია ხეზე და ძინავს. ღამით კი იღვიძებს და ფრინავს. ბუ არის გარეული ფრინველი. ის ღამით არის და შეიძლება ხეზე როცა ახვალ ღამით ბუს დაჭყეტილი თვალები დაინახოს. ბუს აქვს ძალიან დიდი თვალები და პატარა ნისკარტი და ხეზე ზის. როცა ღამდება ბუსი ძახის. მარტო არის წვეტიაქ და ადამიანს რო დაინახავს გაიკიდება. მარტორქა არის დიდი ცხოველი და აქვს დიდი ფეხები. მარტორქა არის ორი სქით ერთი გრძელი რქაკ და ერთი პატარა. მარტორქა არის უწყნარი ცხოველი. ცხოვრობს ტყეში და შეიძლება ნახო თეთრ ფერში ან ყავისფერში. მარტორქას აქვს ცხვირზე დიდი რქა და მარტორქას ეძახიან ამიტომ. ორი პურია, შიგნით კატლეტია, კიდე ის კიტრი და ყველი. და რეცხავთ მერე თლით მერე ტაფაში და მერე ტაფაში იწვება. ჰამბურგერში არის ყველი, კეჩუპი და მდოგვი და მაიონეზი. მე მიყვარს შინკელი და უნდა მოზილო ცომი, მე მრგვალად დაჭრა, გააბრტყელო, შიგნით ხორცი ჩადო და ქვაფში მოხარშო. კატლეტს ჯერ ხორცს
ჭრიან, მერე მაგრა გარეცხავენ და მერე მოურევენ, ესე ურევენ და მერე პანილს მერე დააგუნგულავებ, ესე ბურთებს აიღებ, მერე გაამტყელებს და დადებ ტაფაზე, მერე დადებ ტაფაზე და შეიწება. ჩიტუნებო, ნეტავირას ვიტუნებო, ათვასაობას და რაუჩამოგლენ ჩანთასაო წმინდანო ქუჭიასაობას ხეს თქუპნიას. რატომ გვიყარს შემოდგომა ყველას დიდს თუ პატარას, იმიტომ რომ კაკალს ბერტყანად უღებენ თათარას, იმიტომ რომ ვენახს კლეფენ ქვეროს რეცხენ ყიყეს, იმიტომ რომ რაც ხილია ყველა ხელი მწიგია, იმიტომ რომ სავსეა კალათი და გოდოლი, იმიტომ რომ ირევა ცეში ოქროს ფოთოლი. ზღარბი ბუზუნებს ზამთარში არ მათბობს ეკლის ქურქიო, მატყლს გამოვართმევ ბეკეკას, უნდა მოვქსო ხუდიო, ლამაზი ფაფუხი, კასნე წინდა და კაბაო, ამ ეკლის ქურქის ამარო, ხომ გავითოში ამაო. აი თითი, კითხვას სწავლობ დღეებს ვითვლი, მინდა მალე წავიკითხო, ჩემი საყვარელი წიგნი, ბედიკომ თქვა დავიღალე, ზღაპრების და ლექსის კითხვით, მე კი ისე ვერ ვიძინებ, თუ არ წავიკითხე წიგნი. აი თითი, უკვე ცოტა წერაც ვიცი, თეთრ-ფურცელზე დავასკუპე, სიტყვა ონავარი ჩიტი. ბევრი მავნე ბაქტერია, ჩინოს ხელებს დაერია, უამრავი მიკრობი, ამბობს საცავს ვიპოვი, ეცინება ჩინოს, მე მუხრება ბინო და გამართებ წამში, ქაფის ჯარებს სავსის, მივიხმარებთ ბილყას, მოვიშორებ ფიტონს, ყველა ჩემს ყენარი, გავამზადე ჯარი, საპონი და ჯაგლისი, ფიქრი არ მაქვს მაგისი, ყველა ჭუჭის წერია, გააგრეს ბაქტერია, სულ ყოველთვის გახსოვდეს ხელსაბანი გელის, მიკრობებთან ბრძოლას სულ არ არის ძნელი. გადაცემის სპონსორია ქართული პროდუქტი კულა. გადაცემის მასპინძელია საბავშვო გასართობი ცენტრი მადაგასკარი. გადაცემის პარტნიორია ინტერნეტ ტელევიზია გოგა ჯიჯიჯი.